ქართული საზოგადოება კიდევ ერთი უსამართლობის მოწმე გახდა. საქმიანი შეხვედრიდან დაბრუნებულ ლაშა ჟვანიას საკუთარი აშენებული ორსართულიანი სახლი დანგრეული გახდა. ეჭვის სახლის დანგრევაზე ნიკა გილაურზე მიიტანეს, რომელსაც კონფლიქტი ჰქონდა დაზარალებულთან. მახსოვს ნიკასა და ლაშას შორის კონფლიქტი თავიდანვე დაიწყო პირველი დღეს შეხვდნენ თუ არა ერთმანეთს. ნიკას მოეწონა ლაშას ღამის ქოთანი და მათხოვე ეუბნებოდა და იმან უთხრა რომ არაო არ გათხოვებო ჩემიაო და დაიწყეს ჩხუბი და ერთი ამბავი მთელი საბავშვო ბაღი ფეხზე დადგა. სარეულები ამოვიდნენ, მშობლები დავიბარეთ და იმის მერე ესე კატა ძაღლივით არიან. ესე იგი მახსოვს ამათი კონფლიქტი გამწვავდა პრეზიდენტის ნაძვის ხეზე რო იყვნენ მისულები ორივე, ხო და ორივეს უნდოდა პრეზიდენტთან ახლოს დადგომა, მაგრამ არ ატარებდნენ არც ერთმა და ამარო დაითრია მე რაღაცა მთელი სკანდალები იყო და ამის მერე არიან საერთოდ გადაკიდებულები ერთმანეთთან და ეჭვს ამძაფრებს ის გარემოება, რომ იმ საბედისწერო დღეს ნიკა გილაური შემჩნეულ იქნა ლაშა ჟვანიას სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენმა რესპონდენტებმა ეს ფაქტი არც უარყვეს და არც დაადასტურეს. რას ფიქრობ ნიკა გილაურის და ლაშა ჟვანიას კონფლიქტზე? საკითხი კაც გეუბნები ჩარჩი არ გამყვიოთ მეტი. მაინც კიდე ფესას არ ისნი. არ ვიცი მე მაგის არ ვიცი მე არ. არა სულ ორი სიტყვა. არა აი სატიაგერიკიცად განადენა. უშო ბილიზაბა ჩაღავონდი აბა. ჩვენ ვცადეთ დავკავშირებოდით ამ ინციდენტის მსხვერპლს. აი მე ძალიან მტკივნული მაგამდის გამო ლაშკარს შეიძლება ტიროდა. იგი არაფერს დააკარეს საერთოდ არაფერი არ უჭამია და ენაცვალოს. აი ასე, თაქვაზე ადატოვა ნიკა გილაურმა ლაშა ჟვანიას მიერ აშენებული სახლისგან. ნიკა გილაური კვლავ დაუჭელია. ის კუთხეშიც კი არ დაუყენებიათ და ისევ ლაღა დათარეჭვის ეზოში. რა მოხდა მერე კაცო ბიჭები არიან, ბავშვები არიან, იჩხუბებენ კიდეც, დაანგრევენ კიდეც. რა გადაგვაყოლეთ კაცო ამ ქვიშის სახლს. მთელი ქვეყანა მაგათი არა, ეი, იარონ, შეეშვით რა, იარონ.